ჰაი, ჩემი მყუდრო საღამოებიდან მოგესალმებით. მოკლედ, წყალი დაგვიწყდა, მეგობრებო. აი ესე მეტაკა ახალი ამბავი, მოკლედ. ჯგუფში ვნახე, ნახალკლების ჯგუფში დაპოსტილი, რომ წყალი ხო არიცით როდის მოვაოდო. რატომღაც არის მივაქციე ყურადღება, იმიტომ რომ ეხლა ჩემთან კარგად მოშხრიალებდა წყალი და ეხლა ნახალუკა იმხელა, რა ვიცი, ეხლა სადღაც წყდება, სადღაც არის, ხო? ზუსტად 9 საათი მქონდა ბედნიერება მაგ საკითხვიდან. და უკანი აცა უნდა გამევსო და სადერჟი წყალი. კიდევ კარგი რომ დენი ავავსე. ერთი ესე რა გვეყოფა ყოველ შემთხვევაში დიდი 5 ლიტრიანიც გვაქვს ნაყიდი წყალი, ამას წინათ არ იყო და ვიყიდეთ და დგას რავი ჯერჯერობით. მოდი მივასკდეთ უშაქრო ყავას, უშაქრო არა, იმ ერთი პაწაწუნა ტაბლეტი ჩაგდება, ყოფილა გინდა რა. მაგრამ ოდნავ რაღაცა წაკარავს სიტკბო. დავლიოთ. კარგად ვივახშმე. კარგად რა. ვივახშმე რა. თუ კარგად ვახშმობას დავარქმევთ ერთ კვერცხს და ოსპს კარგად ვივახშმით. ის არის ოსპი მივირთვი, ოღონდ რაღაცა ცოტა თხლად მინდოდა მიმერთმი, ანუ ძალიან სქლად, ანუ სქლად რა მარცვლად არ მინდოდა ყოფილიყო რა. შედარებით, ამიტომ ცოტა მეტად გადავხარშე. ოდნავ მეტად და ცოტა წყლიან, აი ფაფისებრი ზე ცოტა მეტად ერთი იმით რაღაცნაირად თხელი გავაკეთე რა. და მივირთვი სხვათა შორის თურმე მშირი ადამიანი რაღაცნაირად კარგად ეგუება იმ რაღაცებსაც, რაც დიდად არ უყვარს. ხა ხელს არ გულის ხო ვაშლს და რაცებს სიამოვნებას მაინც ვერ მანჭებს, მაგრამ ნუ ოსპის შემთხვევაში ვერ ვიტყვი რომ ოსპი მეჯავარება. ვერ ვიტყვი რომ მიყვარს, მაგრამ მივირთმევ რა. ხო და ძალიან კარგად ვივაყუმბარე ეგ თქვენი ოსპი მშვენივრად. და ერთი კვერცხიც დავაყოლე, იმიტომ რომ მარტო ოსპმა რაღაც ვერ დამაკმაყოფილე, იმიტომ რომ ბევრი ოსპიც არისო, ანუ პატარა ულუფით. ხო და დღეს მივირთვი წიწიბურაც სამსახურში. მივირთვი ყველიც. მე რა მივირთვი? მიშველეთ. ბერძნული იოგურტი. ბერძნული იოგურტზე მინდა ერთი რამდენიმე სიტყვა ვთქვა. რატო ღირს ძროხის ფასი ხო არ იცით? ანუ ძალიან ძვირი იღირს ხალხო, აი რატო უნდა ღირდეს? 3 და რაღაც გადავიხადე აემაში და აი ზუსტად ერთი დღე გეყოფათ ხალხო, ერთი დღე, ისიც ეკონომიურად რო უნდა დაისხათ. იმდენად ცოტაა შიგნით რა და დიდი ღირს 10 ლარი და რაღაცა 10 ლარი ცოტა დამენა და იოგურტში დავდე უკან. ხო და სპარში ვიყიდე, ორნაბიჯი ვიყავი და ჩვენთან არ შემოდისო. ხო და ისა მე სპარში მითხრეს რომ ლიბრეს აქვსო, ხშირად ფასდაკლებებიო იოგურტზეო. ხო და ლიბრეს მომხმარებელი მე არ ვარ სამწუხაროდ ესე აქტიურად და თან ჩემთან ახლოს არც არის ახლა და ხაი ცოტა შორს მეზარება იოგურტისთვის სიარული და არ ვიცი მოკლედ ეგ ამბავი როგორ იქნება, არის ხოლმე აქციები და იქნებ ხანდახან მაინც შევიარო. ეჭმაკს რომ უაქციოთაც ცოტა დაბალი ფასი ეღირება ლიბრეში ვიდრე ვთქვა სპარში რა. ვერ გეტყვით რომ ხა მაგარი გემო აქვს და და რაღაცა соуსად გამოდგება ყოველ შემთხვევაში და დამავიწყდა ყავის დალე. სამსახურში გოგოებო მივირთმევ რძიან ყავას. ჩორევ რძიანი ყავები როა და იქ კი ვიღებ შაქარს. ეგრე გამოდის რძიან ყავას თან კაი სიტკბოა კი იცით. მაგრამ ნუ რა ვქნა იქ აშკარად აი ამის მოდუღების თავი და რაღაცა ცერემონიები მაგრად მეზარება, თორე იყო პერიოდი დამქონდა ჩვეულებრივად, მაგრამ ეხა მაგისის აღარ მაქვს რაღაც არც სურვილი, არც ნერვები და არც დრო. პრინციპში დრომ გამოიწვია რომ აღარც ერთი აღარ მაქვს აი ეს ყავისთვის რა. ხო და იმას თქვენი რა ქვია იქ ვიღებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში
მგონია რომ საგრძნობლად შევამცირე ამ 2 დღეში შაქარი, იმიტომ რომ აქ რომ მოვდიოდი კიდე ხო აქ ვიყრიდი და ხან 2 საათს ვსვამდი ხო ყავას და რა თქმა უნდა ბევრად შევამცირე. ეს ახლა იმდენად რაღაცერი მწარეა, ვფიქრობ შესაძლოა ამან სრულად ამომაღებინოს ყავაში ეს რაღაცა დამატკბობელი და ყველაფერი საერთოდ, მაგრამ ძალიან ბევრი ექიმისგან მსმენია, რომ აი ყავა და თან სრულიად უშაქროთ არის კატასტროფა, მით უფრო ჩვენი, იმიტომ რომ ეგრევე ურტყავს კურს, ნაღვალს, ანუ ოდნა უნდა დაატკბოთო. ხო და რავი, რა გითხრათ. მირჩიეთ, თქვენ მირჩიეთ. ველოდები კურიერს, რომელია საათი 9 ხდება ღამის. 10-მდე მუშაობენ და არ ვიცი დღეს მომიტანენ თუ ხვალ მომიტაnen, უკვე ჩაბარებული აქვს კურიერს. ჩემი კორპორატიულის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც მინდა რომ ესე განახოთ, ანუ და რომ ჩაცმული განახოთ. ისედაც განახებ და ასედაც კაცო მოდღი შუქზე. ხა რაღაც არ მგონია მაგის ის იყოს, ჯერსად უდროდის მოვლენ, კაცმა არ იცის. 10-მდე მუშაობენ და რა ვიცი მოვლენ არ მოვლენ ვერ გეტყვით. თუ არ და სავარაუდოდ ხვალ მოიტანენ. ნუ დღესაც არ მეჩქარება, ხვალაც შემიძლია ჩავიბარო, პრობლემა არ არის. ხვალ არის გენერალური რეპეტიცია, ზეგზეინი გვაქვს. ხო. და მე არის კიდე 30-ში, ესე მოკლედ მთელი ქაოსი და თავში. ხო და მოკლედ ძალიან ისე ვარ. ნელ-ნელა მოვდივარ კორპორატულის განწყობაზე, ასე ვთქვათ. მაქსიმალურად მინდა რომ ძალიან კარგი დრო გავატარო და ძალიან კარგი შთაბეჭდილებები მქონდეს. არა, ოდნავ, აი, სადღაც სიტყვას ვგრძნობ, აი, ოდნავ შორიდან. მაგრამ ჩემთვის მაინც უშაქრო. უშაქროა. ესე იგი გოგოებო. იმაზე მინდა პასუხი გაგცეთ, კომენტარის სახითაც გავეც პასუხი, მაგრამ მგონია რომ შეიძლება ვერ ნახთორ სავარაუდოდ პასუხს დამებრუნებდით. ცელოფნებთან დაკავშირებით მინდა რომ პასუხი ესე საჯაროთაც გაგცეთ და არა მარტო თქვენ, ზოგადად ყველას და ასევე მეც ავღნიშნო ის ფაქტი, რომ არ არის სასიამოვნო და რა. კომენტარი რაც დამიწერეთ, რომ ცელოფნებში არაესთეტიურად ჩანს და ნუ მოკლედ არ მოგეწონათ ეს ფაქტი. დარწმუნებული ვარ, ვაგზალზე, ლილოში ყველას გივლიათ და დადიხართ. და შესაბამისად იქ ასეთ ცელოფნებში გულაგებენ ყველაფერს, რასაც ვყიდულობთ, ეს იქნება ზედა, ქვედა თუ რა ვიცი, რაც გინდა ის იყიდეთ, ყველაფერი, აბსოლუტურად რაც არ უნდა იყიდოთ, ფეხსაცმელი თუ ყველაფერს გილაგებენ მსგავს ცელოფნებში. მე არ მინახავს ხა ვაგზალზე რამე მეყიდოს და რაღაცა ზარასცერულ ფანში ჩაედოთ, არ ვიცი, მე არ მინახავს. შესაძლოა თქვენ გინახავთ. რა თქმა უნდა, ჩემთვისაც არაესთეტიურია, მაგრამ ეხა იქ მე თამაშს ვერ დავიწყებ და ამბუქსინგებს ვერ გაგიკეთებთ, რაღაცა სპეციალურ შეფუთვებით, ხო, რითიც მომაქვს, იმით გაჩვენებთ. მეც ვიცი რომ არაესთეტიურია და მეც ესე დიდად ზოგადად ეგ ფაქტი, თვითონ ფაქტი არ მომწონს, რომ ასე ცელოფნებით გატანენ. თუმცა, ნუ ფაქტია და არ ვიცი ხა რა უნდა შეიცვალოს და როდის უნდა შეიცვალოს. თუმცა არც მე არ მომწონს. ხო, არაესთეტიური არის ძალიან ნამდვილად გეთანხმებით, მაგრამ რას ვიზავთ? ყველა დავდივართ ვაგზალზე და ძალიან კარგად ვიცით ვაგზალზე როგორი ცელოფნებით გვატანენ ჩვენს შეძენილ ნივთებს. ამის თქმა მინდოდა. იმედი მაქვს, ოდესმე გამოსწორდება ეგ საკითხი და რაღაცა ცოტა აი მგონი კურიერი ეკავს. იქ 8-ჯერ გავაზომე ხალხო ფეხსაცმელი, 24 ზომა დიდი მაქო. მეც რომ მოვკიდე დიდი ქონდა, ეხლა 23 კარგად მაქვსო, გაიგიჟა თავი, კიო დედიკო, არ მე აი ჰუი. ეხლა მეუბნება რომ მიჭერსო. კურიერი მოდის მოკლედ. ხო და რა ვიცი, მომაგნებს ავუხსენ დეტალურად, მაგრამ მაინც ხო იცით ცოტა ესე უჭირთ ხოლმე მოძებნა.
და მოკეთ ფეხსაცმელი ვიყიდე მარიკოს ზეიმისთვის მაგაზე ვსაუბრობდი მიჭირსო თქვა და აი ტვინში სისხლი ჩამექცა ხალხო ნუ ხა ხო მორჩა ეს ერთი ჩაცმა იცის თუ ჩაიცვა და ამას ხო ვეღარ გამოიყენებს თუ უჭერს ხო გამორიცხულია სადღა გამოიყენებს ხო ფეხი ხო იზრდება ნუ გამოდის რომ სულ ტყუილად ვიყიდე ხო კარგი ზეიმზე ჩავისვით ერთხელ ხო ჩახ დამთავრდა ანუ ტყუილად ვიყიდე თქვია მაგას მერე რო ვეღარ გამოიყენებ ეხლა რო გამოვიყენებთ გასაგებია მაგრამ ხო შეიძლება სადმე კიდე გამოვიყენო დიდი არ არ ვიცი ხან მეუნება მიჭერს ხან მძურება მოკეთ ვერ გავიდე სავარაუდოდ უჭერს ვაიმე ეხა ბოლო პერიოდში რო გადავხედე ჩემს მას რა ქვია სიას ჩემი იმეების რა ქვია ხარჯების ცოტა შოქში ვარ მე მგონი ცოტა კი ძალიან შოქში ვარ რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნო რაღაცებისთვის დავხარჯე და ეს მაგრამ ანუ რაღაცა ხო გაქვს გათვლილი რომ აი თითქოს რაღაცა ამდენში უნდა ჩაეტიო და მე ამდენში ჩავეკვეთე ანუ ამდენში ჩავეტიე კი არა ამდენშიც ვერ ჩავეტიე აი ხალხო ისია უკვე ყველაფერი გაძვირებული ისია გაძვირებული აი ელემენტარული შევედი აგერ ჩემთან უბნის მაღაზიაში სამსახურიდან რომ მოვდიოდი დღეს და რაღაცა კვერცხი ვიყიდე და მე რა ვიყიდე ღმერთო რაღაცა რა ვიცი მე MMDMC და რა ვიყიდე პური დავტოვე 7 ვეთქონ მელადება ანუ ხო ხდებით ყველაფერი გაძვირებულია ეხლა ნუ რეალობა ეგ არის ყველაფერი ძალიან გაძვირებული აი მე ერთი სული მაქვს როდის მომიტანს კურიერი ერთი სული მაქვს ვნახო როგორია და რატომღაც მგონია რომ იმ ფოტოებზე რაც ვნახე იმაზე ბევრად ლამაზი უნდა იყოს რეალში და დღეს უნდა მოვიზომო იმ ზედაზე ეგ რაც შემიკერეს და ყველაფერი და ჩავიცო მოკეთ დღეს და ვნახო ვერ მომისვენებს გული ვერაფრით თუ არ ვნახე რეალურად ყველაფერი ერთად აწყობილი და იმედი მაქვს რომ ძალიან ლამაზი იქნება თქვენ აუცილებლად გაჩვენებთ რა თქმა უნდა მითხარით ხა ვინმე ხართ რესტორნებში კორპორატიულზე არ შეიძლება კორპორატიულზე არ და რაღაცა გოგოები იკრიბებით ამ წინა საახალწლო და აი რა ფუსფუსი გაქვთ მოკლედ ფუსფუსი მე არ მაქვს ისე სხვა ფუსფუსები საახალწლო დაგეგმილი ჯერ მე არაფერი არ მაქვს იმიტომ რომ არ ვიცი მოკლედ რა და როგორ იქნება სავარაუდოდ ეს კი 31-ში ვმუშაობთ, პირველი 2, 3, მერე და 4 და 5-ში გავდივართ ხო სამსახურში ეგრე გამოდის. იმიტომ რომ შაბათ-კვირა ემთხვევა. ხო და გიჭერს დედიკო მართლა? ფეხსაცმელები გიჭერს? მითხარი სიმართლე დე გიჭერს? აიწიე კარგად ეგ მოისა მაღლა იჭჭი. ეგ არა დედა ის კალგოთ კაიწიე მაგრამ რა ფუსფუსი გაქვთ ძალიან მინდა გორში წასვლა სიყვარული დღეს ვერ დაინახავენ დე ბნელა ხვალ ზეიმს მერე ვაჩვენოთ კარგი სიურპრიზი მოვუწყოთ დე ხო დე გორში მივდივარ კი არა და მინდა წასვლა ძალიან და რამენაირად იქნებ ერთი დღე გამოვენახო შენს დედიკოობა იმისათვის რომ წავიდეთ იმედია ყობაც მოახერხებს და წავალთ ერთი დღით და დავრჩებით ჩემს უსაყვარლეს ადამიანებთან აი წითელთავა ნათესავები რომ ყავს აქ ცხოვრობდნენ გლდანში თქვენ იცით ჩემი სალო რო იყო ურსულად გლდანში მე რამდენ ხანს ვიყავი კი გახსოვთ იქ და იქ ვრჩებოდი თმე და მარიკო ხო და ნუ მოკლედ იქ აღარ ცხოვრობენ და ახლა არიან დროებით გადაცხოვრებულები გორში და მოკლედ მელოდებიან და ერთი სული მაქვს ნახო იმიტომ რომ ძალიან მენატრებიან ამდენ ხანი არ მინახავს და მთავარია რომ აი ეს გრიპები არ გქონდეს არც ჩვენ და არც მათ რა თქმა უნდა
ხო და ერთი დღე თუ მექნება, ანუ ისე დასვენება, მინდა რომ ერთი დღით ჩავიდე. რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლის ოჯახშიც და ჩემს ოჯახშიც. იგივე ჩემს ოჯახშიც უნდა ჩავიდეთ, რა თქმა უნდა. შვიდში თან ჩემი დემთილს დაბადების დღეა. ნელა დედიკო ერთი წუთი. ვაიმე, არ გადამიგდო ჩემთავს გაფიცებ შტატივის და წყანყალებს და იქ წადი შუქი ჩააქრედე. ხო და მერეც გვინდა, კი არა და მერეც მინდა ავიდე, ხო და არ ვიცი თუ ვიმუშავებ ვერ, იმიტომ რომ სამუშაო დღე ემთხვევა. თუ ნახოთ რა მოკეთ როგორ იქნება და იქნება წინა დღეს მაინც ავიდეთ. ეს ჩემია. გინდა თუ წაგისვა. არა და თუ გინდა კი, თუ არა და არა. ხო და 31-ში აგვიქნებით. და არ ვიცი როდის წავალ სოფელში. მე ძალიან მომენატრა ჩემბებულ. წავიდეთ ვერიკო ბებოსთან და ჩურჩხელები ამოგივლო დებებო. ამ ჩურჩხელებს და მამასაც დავტოვებ, დედასაც ყველას დავუტოვებ. დიდი მადლობა და. ერთის მე შევჭამ, თუ მინდა გაგიყებ. დიდი მადლობა და. წავიდეთ ბებოსაც ენატრები ძალიან და პაპას და. იქ რო ჭამო საჭმელი? სად დედიკო? ვერიკო ბებოსთან რომ დავჭამო საჭმელი? კი, საყვარელო, როგორ არ უნდა სავარაუდოდ ეძებენ კურიერები ჩემ ტერიტორიას, იმიტომ რომ ისეთ ადგილას იყვნენ, რომ იდეაში აქამდე უნდა მოსულიყვნენ. ვაიმე, ის არ გათიშო უნდა დამირეკონ. ეთყობა ცოტა ეძებენ. გავაკეთოთ. მარიკო დაუწი ერთი წუთი დედიკო. ძალიან მიხარია, რომ იმდენად დაკავებულია მარიამი, რომ გაჭეტებისთვის არ ძალია. ამ კუთხით ძალიან ფრიად მოხარული ვარ. ესე იგი, ბავშვთა ფსიქოლოგია, ერთი გოგონა, ესე აქვს მოკლედ შეჭრილი, დარწმუნებული იყო, უბრალოდ მას გეცოდინებათ Facebook-ზე, ძალიან აქტიურია და ძალიან ბევრ რამეს დებს ხოლმე და ძალიან ბევრი რამის მომხრე ვარ, მოკლედ, რასაც ის აზიარებს ხოლმე და მოკლედ უბრალოდ რაში არ ვეთანხმები, ხა გეტყვით, რომ ბავშვი, რომელიც რაღაც რამდენიმე წრეზე დადის, თქვათ, რაღაცებზე, ეს ანიშნავს, რომ ამით რაღაცა ბავშვი იზრდება თუ რაღაცა, აი, ამდაგვარი რაღაცა წავიკითხე, რას ძალიან არ დავეთანხმე. რომ ანუ არ ზრდის ბავშვს ეს ყველაფერი. ანუ შეიძლება მე ვერ გავიგი აზრი, არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგრამ არ ვეთანხმები იმას, რომ ამით ბავშვი არ იზრდება. ძალიან ბევრი რამით გავიზარდე, როცა ვიყავი პატარა ასაკში იმ რაღაცეებით, რითაც რაღაცა დაკავებული ვიყავი იმ ყველაფერმა განაპირობა ახლა რაც ვარ. დიდი როლი ითამაშა, ამიტომ რაღაცები რაშიც ბავშვთა ფსიქოლოგებს ვერ დავეთანხმები. თუმცა ბუნებრივია ხო, ყველას ხედვა ერთი ვერ იქნება და არც ვალდებულება არ არის იმის, რომ აუცილებლად უნდა დაეთანხმო. რაღაცები რაშიც ვეთანხმები, რაღაცები რაშიც არ ვეთანხმები. თუმცა ის რომ ბავშვი ჩანსახდა ბედნიერ გარემოში უნდა იზრდებოდეს ხა ამას გათანხმებაზე, რაზეა ლაპარაკი, ყველა ვთანხმდებით. ძალიანაც ზრდის, თუ ბავშვი დადის ის ადგილას, სადაც მისი ინტერესები კმაყოფილდება და ეს არ არის ბობეზრებაში, თუმცა რა თქმა უნდა არ ვეთანხმები იმას, რომ გამოიქცეს ბავშვი სკოლიდან, გაიქცეს იმ წრეს და გამოიქცეს, ანუ ბავშვი ოზის და უკვე თავში სრული ბარდაკი აქვს და ვეღარ გაუგია რა ხდება, იმ წრიდან იქ დადის, იმ წრიდან იქ დადის და საერთოდ ბავშვი რომ მოდის სახში პირდაპირ ეს იეცემა და ისიც აღარ აქვს ბავშვს რომ 5 წუთი შენთან დრო გაატაროს, ამას არ ვეთანხმები მე პირადად. რაღაცნაირი თავისუფალი, გაფუჭდა ფეხსაცმელი, თავისუფალი დრო აუცილებლად უნდა გქონდეს. გაიხადე დედიკო, რა გთხოვ რა. მე გამიწდება და
არ გაგიფუჭდება დედა, მაგრამ აი რა გინდა, აი რო ახოხიალებ და ამ ფლომასტერი არ წაუსვა ან რამე, იმიტომ რომ მაგას ვერ გაწმენთ დედიკო და ზეიმზე ხოლმე ჩაიცვა. ეხლა ეგ ფლომასტერი და ის რომ მოედოს, აი ექვე დავეცემი. დადე იქ რომ ამიკომაც ნახოსდე. ხო და მაგას მოკლედ დიდად რო გითხრათ ისე ვარ რა, მაგრამ რომ თავისუფალი დრობა რაღაცების დრო უნდა კონდეს და გააჩნია რითი დააკავებ, აი არის რომ ძალითა დაატარებენ უსაშველოდ და იტანჯება ის ბავშვი, იმიტომ რომ მის მშობელს უნდა რომ იქიაროს, მაგრამ ასე არ არის. ძალიან გინდა შეიძლება, მაგრამ არ უნდა. ვერ გამოსდის ის რაღაც პირობითად ცეკვა. ძალიან გინდა ატარო, ძალიან კარგია, ძალიან ბევრი რამის განვითარებისათვის, მაგრამ გადის დღეები, თვეები, წლები და ისევ 1-2-3-1-2-3-ზეა ბავშვი, ანუ ვერ მიდის წინ. და შენ რო ატყობ დედა რომ ვერ მიდის წინ, ბეზრდება არ უნდა ტირის და შენ ძალი დააპურწიალებ რომ ქორწილში ხო უნდა იცეკო მერე და ამის გამო ბავშვი ისტრესება და ნერვიულობს, არ უნდა იმ გარემოში, არ უნდა ეშენი ცეკვა კაცო, ვერ ახერხებს, არ არის რა მასში არ ზის ეს ყველაფერი, ყველაფრის ნიჭი ვერ ექნება, ხო? ამას არ ვეთანხმები, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ დავეთანხმები და ერთი სული მაქვს, მარიკო გახდეს, გადაცდეს 5 წელს, რომ შევიყვანო ქართულ ცეკვაზე, იმიტომ რომ ჩემთვის არის რაღაცა სასწაული მოვლენა ეს ყველაფერი, მით უფრო რომ მისმა დედამ და ბიძამ გადასარევად იციან ცეკვა. 6 წლის რო გავხდე და საბავშვოში აღარ ვიარო და ანუ ბაღში აღარ ვიარო. მერე სკოლაში ვიარო, სათამაშოები აღარ მივიტანო, წყალი საჭმელი. ხო. რაღაცა პლასტინი. ჯერ საღებავით კი არ ვიხმარია. კი სიყვარულო, მოკეთ რამდენიმე დღე აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ ბაღში რო აღარ ივლის, რა უნდა აკეთოს რა, აი ძალიან აქტიურად საუბრობს ამაზე და ხო, ნახოთ როგორ იქნება, რა იქნება, ჯერ დრო გვაქვს. თუმცა თუ შევატყე, რომ გადის დღეები, კვირეები, წლები და ანუ არ უნდა. წლებს არ დაველოდები, რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგადად პირობითად გეუბნებით და არ უნდა, ან უნდა და მერე მობეზრდა და ასე შემდეგ. ნამდვილად ვერ ვიზავისე, რომ ძალით და არაფერი გამოვა მათ, ძალით არაფერი არ გამოვა. ვგიჟდებოდი ცეკვაზე, იქ რომ მივდიოდი, მთელი ჩემი სამყარო იქ იყო. ამიტომ ერთია, როცა გიყვარს და შენია და იმედი მაქვს, რომ ისი გახდება. ასევე მიყვარს ძალიან სამეჯლისო ცეკვები, ვგიჟდები ხალხო ისე მიყვარს. მოკლედ დრო და დრო ნახავ რაღაც გამოვლინებებს მასში და არ გამომეპარება ეხა ეგ. ნახოთ რა გზით წავა, შეიძლება არც ერთი უნდა არც მეორე, არც მესამე, კაცმა ერთის რას და როგორ გაყვება, ნახოთ. თავარია ჯანმრთელი და გახარებული მყავდეს. მეც ჩემი შვილი და თქვენც თქვენი შვილი. გამარჯობათ ბავშვებო, დღეს უნდა გავხსნა აი ეს. და ვინ მოგიტანა? თავის ბაბუა მოიპარა. მოიპარა, დედიკო დღეს ზეიმი ქონდა? აბა რა თქმა უნდა. გიხარია, ძალიან კმაყოფილი ხარ, ხო დე? კარგი იყო? ელამშტობის მეგობრებო. მე და ჩემი წკნაფუნა ველოდებით შუაღამისას მარშრუტკას. შუაღამისას მარტო. აი ხალხო, ვაიმე. აბანო და ხო სუქით გამოვიქეცი რომ მექი ხალო არა გადაცეს 12 ხალხს მიულოცო ხო გილოძა ხალხო ბარბარობას. ამინ. ყველაფერი კარგი. სიმშვიდე, სიწყნარე.
არ ვიცი, გაერთიანება, გაფრთხილება. ხო, რა გზით გაფრთხილება. და ყველაფერი კარგი ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ხო თითო 3 მილიონი, მე 4. ახლა მე გისურვე და 1 მილიონით მეტი ხო უნდა მქონდეს ხო? არ ვიცი ხალხო რა. სიყვარული დაგვბედებოდეს, სიხარული არ შეგვეჭამოს ერთმანეთი. თუ მოგშინდება ფუთუშა იყიდე ხო? ანა შეიწვი კარტოფილი, ანა რა ვიცი რა გიდა, რა ჩემი პრობლემა. გვესვას, გვეჭამოს, გვექეიფოს ახლა. მართლა ყველაფერი გაჯვიდა რესტორნები, მაგრამ არ არის პრობლემა. მირეკავ, მეურეკავ კალას და ვაკლებინე ფასებს ხო? ახლა გაჩვიდა ხალხო ყველაფერი არის არ ვიცი რა. აჰა, მაიძულებენ რა, არ მინდოდა პრობლემებზე ლაპარაკი, მაგრამ რომ ახსენდება კალა, ეგრე პრობლემები მახსენდება. ხო, ბედინ აი დააჩქედით როგორ მოვტეხე საკუთარი თავი. პრობლემები ეგრე ჰოპ ჩამოვაგდე და წინ წამოვწიე პოზიტივი. ბედნიერება, სიხარული, სიყვარული, ყველაფერი კარგი დაგვედებოდეს. ჯანმრთელობა ხალხო. ხო? ახლა ჯანმრთელობა თუ არ მექნება, ხო? რა თავში ვიყლი ახლა რესტორანს. ხო? ბაი. კარში დავიეყავა. ხედე და სადღაცა მიდიოდა და მალე მოხვდა არ ვიციო. ვიცოდი მალე მოვიდოდა, მაგრამ არ თქვა. ახლა ბაბარობა დღეს ხო არ გავლანძღავ ხო? უიდე და რა ლამაზი ვარ. მიძინებ ხალხო. ბაი, ბედნიერება და კაი სიზმრები და 2 მილიონი თქვენ, სადაც თქვენ იქაც მე. აბა ახლა ერთი 10 წუთი ამდგარ და ვფიქრობ, თქვენ ხუჩით მეყავასთან რომ მიყვარს ფიქრი. აჰა, აი დურეთ ყავა დასხედით. თქვენთვის ამაკ ერთი ამბავი. დაგვია გოგო იმასვეც კი მარო მოიგოდეს ღმერთო მაღალ. უხონდა მაგათ რამე მოაფიქრებინე, ისეთი რომ ვერ დავიმახსოვრო რა ქვია გოგო. ლავისთორი ხო იცით რა? ჯახ იქ არის. დასხედით. მაგარისა თუხთუხ ამბავი მაგ. ახლა ჩვენში და 7 წელია ვიფიქრე რომ ზივარ და ასე დარდობ თანა რომ მოვყვი არ მოვყვი, მაგრამ ისე თქვა რატო არ უნდა მოვყვი. ხა ისე რომ თქვა რატო უნდა მოვყვი, მაგრამ ისე რომ თქვა რატო არ უნდა მოვყვი. ახლა ადრე ვიყავი ძალიანა ტრენდი და მოწიფული გოგო. ხალხო, მაგა ბალღი ვიყავი ხალხო, 16 არა. 16 წელი ნახევრის ვიყავი. მახსოვს ჟურნალში მაგ ჩაწერი. ხო? მოვწონდი გძიტა კაცს. ხო, რა კაცი ყორი ფეხი ქონდა, ხო. გძიტა კაცს და ბაში ვიყავი ხალხო. ვარდი. აი გოგო, ჯერ ახლა ხო ვარ და თქვენ და უნდა გენახეთ მაშინ და რა ვიყავი, ეს საინსანი ტრენდია და გამიკეთე. მოდაშია. მე ყვითი მოდასაკიდებული ქალი რო. აჰა. ახლა თქვენაც ვეკიდებით, მე რატო ვერ გავეკიდები ხო? ძალიან ლამაზი ვარ, ხო. ხო და მოვწონდი. მაშინ ის იყო რომ დარეკავდა გუდუკი ალო. რეკავდა ალო და მე არა მეხო. ვერ მდგის ნაგავი ქალო, ვისთან რეკავს ქალო. ახლა მაშინ ასე კი არ ვფიქრობდი ეგრე რა, წყობა, მაგრამ ახლა რო ვფიქრობ, მაშინაც ესე ვიტყოდი რა, ესე ვიფიქრებ ხო. გაგიჟდა დედაჩემი ქალო, ვინ არაკავს ხმას რო არ იღებს, არ ვიცი დიდი ვეუდები ხა როგორ არ ვიცოდი, მითხრა რომ გიჟვანოკებ ხმა გამაგონეო და მე უთხარი ისანი ჩემი ბავშვობითა მე უთხარი და გულწრფელობითა ხო იცოდე მეთქი რომ ჭკვიანათა მოიქიცი მე უთხარი ხო რო დარეკავ და ხმა არ მოიღო მე უთხარი ხო არ არის ხა ტრენდული რატო უნდა მოიღო ხმა გაფიცით მამიტაშვილებს ხო მამიტაშვილები ვიცაც არაკავ არის დედულ დარცბი არა ხო და ერთხელ მითხრა რომ ისანი გაგაცილებო გზაში გაგაცილებო და ხა ვიდაჩის რა თქმა უნდა გავეცილებდი ვიჩი ბასტიბუა და ხო კაი მე უთხარი ახლა ჭირსა წაუღი ხარ მე უთხარი ხო ისანი შავიცი ქუსლებზე აჰა ამ ხალა ქუსლზე მეჩვა მაინც არა ტრენდულად ხო ხო და ისანი გოგობდი მაგრამ გოგუნებდი ხო ისანი მივდიოდი და ქალაქი მომდევდა ხო რა ლაბაზი ვიყავი ხალხო აი თვალწარმი ჯერ ხა ხო შველი ვითავა და მე უნდა გენახეთ თქვენ ადრე როგორი ვიყავი ისარი ვარდის ბუკეტი ვიყავი არ არის აუცილებელი ხა დაიმოღო ზოგიერთები მაგრამ არა უშავს ვიდატიტა იყავი და არა უშავს ხა ყველა ვარდი ხوار იქნებოდით ხო გავართ გაჩერებაზე ხითა უკანა მოცულობს არ მიმჩნევ
ახლა დააშტედებით ხოლმე კაცებს აიგრე არ ვიმჩნევ. ვიცოდი რომ უნდა გავეცილებინა. ახლა როგორ გამიგეთავდა რომ ახლოს მოსიყო დათხრით იმ თვალებს ხო? ხო დავდგა. შველი კაი. ელოდები გაჩერებას. უკვე ვაწყობ რომ უნდა მოვიდეს რა ავტობუსი. ხო და რას ავხედავ? მოდის ავტობუსი. და იმის გული ბაგ მესმის. გაჩერებას მესმის გულის ხმა. ხო და მივდივარ. აი ტრენდული სახით. მივცუმსულებ უნდა ავიდე ავტობუსში. ხო და სისხლი ვარ და ავტომესმის ხაჭ. თალებს ამოთხარ მეუთხარ გავგოშენი ხმა. შუბათა გამომეკიდე მეუთხარი უკანა. ხო რა მეთქი მომაქცია ყუნატება მაინც აძ ხო შუქები რო არ იყო წყალი არ იყო არაფერი არ იყო ახლა მარტო ორფეხები დავჯოდი და არაფერი არ იყო ეგეთი დრო იყო რა შვიდა ხო მეუთხარი ისე იარე ხო სულ თქვა არ გავიგო მეუთხარი კარგიო ავდივარ უნდა ავდგა ფეხი და და რაღაცა კაცის ხლივი გძენი ქალო და მე ვარ და გაჟონო მომაბრუნე ცალი თვალი უკან ვისტადე ხელი შენა გაუმიოთხე ტყლაშანი გავადენინე მარჯვენა ხელით რაიყო დუდიო მე ვარო მეთქი არ დაიცეს და ხელი შეგაშვილო გაწიეთ ხელები მეუთხარი სწორად გამიგეთ ხალხო მაგრამ რატო მოეკიდა ხელი ვინ არის ვინ ჩემი ბასტი ბუბუხარ ხო მე რა რომ მაჩილებ უნდა გავაჩილო მე ქუდოდივა მაგრამ შენ რატომ კიდე ხო და აი თვალი დავურჩე გაჭრე მეუთხარი უკანა ხელები თორე დაგალურჯე მეუთხე ჩემი ძალოდობა არ მიყვარს ხალხო მაგრამ ვინ ახლა რატომ ეხება ხო რა უფლებაზე ამომასხა ხო თანა ახლა გულში ფიქრობ რა ერთი ხელი არ დაევლო რომ არ დავცემულიყავი მაგას უჩვენებდი სერის ხო ქვას დავტოვდი ისე გამოვლაძყავდი ხო თანა ისამდი და თანა ისა რა უჩნაური ხალი ვარ დაგნა ახლა ასეთი ვარ ხო დუდიო ეგ რა გამიკეთეო აი თვალი და ზის სისხლი მეორეშიც არის იმას აქვს და უთხრა რა ჩაგაფრინდები ახლა მეთქი მეუთხე გავიდა დრო ხო და დავებშვიდობი და შვიდადე მეუთხარი შედგენა ფირერ გამო არ იყო ახლა რა არ იყო ვიღაცა გაჩილების უშა კარგი იყო გააჩილე მოაჩილე მაგრამ იზერ უკვე არაფერი არ იყო ერთი ხალხო დავით ახლა კაცო მაიმუსა უნდა გავდესო მაგრამ ანუ ცოტათი უკეთესი უნდა იყოსო მაგრამ მაიმუნი ჯრო არ იყო დაძრას გადაღმერთო მაღალო ხო და მეუთხარი გადაცვალე სხვა გზა მოძებნე დავემშვიდობე თორმე აუცია სიცხე დასჭირდა ნებსები მოათავსეს კლინიკაში დაეცა იფართხალა 8 წელი დამირეკა დედამისმა შვილო ოღონდ ჩემი შვილი არ მიატო ნახე გონება უკვდება ხალ მოკვდა თუ კვდება მე თქო არ გადამიყვარო ახლა რატო და მოკვდეს ჩემს გამოვიმე ხო და მივედი კლინიკაში რაჭის მხარი დედა შემამიმაჩილა რა მარტო ხარ მივიდოდი კალო ხო მეუთხარი კლასელია ცუდად და გამომკლევი. ხო და რაგჭირს მეუთხარი ბიჭო, რაგჭირს. შენი სიყვარულთა დავიწიო. შეგახარებას მეუთხარი ახლა მეწყალი აქ არ მაქვს მოგასხა. დაწყნათ დავშვიდი მეუთხარი. მე ჯერა ვარ ბალყი უნდა ვისწავლო. დაგელოდები 2-8 წელი შეგახარებას მეუთხარი შედაბელობდები მე დაგელოდები მეუთხარი სიკუდირად ვიდოდა ახლა გაფიცეთ მამი დაშულებს მაიმუნი ჯობდა ხარ რო შეხედავდი. ისანი ქონება ცხოვრება უქონდა მაგრამ არ იყო რა მარიფათი არ აქოდა რა ვიცი რაღაცა ჟღარი ხო და თანა რაღაცა უიღბლო არდი რაღაცნაირი იყო ახლა სხვათაშორის მილიონერი და ვიჭყვას ადამქოდა მაგრამ რა ვიცი ხო და ისაა აკვე დავემშვიდობე ასე იცოდე ხელი არ მოაკიდები თუ დარავისა ასე მარტო აქ ჭხილზე მოაკიდები და ვინმესაც უნდა გაცილება და წყლაშენი გაადენინეთ მის მერე ხალხო ავტობუსში რო ავდივარ ხო სულის ბედული მახსენდება მაგრამ რა დავეწე ახლა ეგეთი სულელია აჰა წავედი ერთი ისტორია მოვყევი თქვენ სამომიყევით გელოდებით და წერით კომენტარებში როგორ გამოვიყურებ დამაკუთა ის რა ძივი დამაკუთა